მათთვის, ვისაც ტკბილეული ძალიან უყვარს, უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ადგილობრივი დესერტის დაგემოვნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილი დესერტების წარმოშობის ისტორიას. მაკარონი უგემრიელესი ფრანგული დესერტია, რომელიც დამზადებულია კვერცხის ცილის, შაქრისა და დაფქული ნუშისგან. ზოგიერთი მონაცემებით ის იტალიაში რენესანსის პერიოდში გაჩნდა. სხვა მოსაზრებით კი საფრანგეთში, სადაც ეკატერინე მედიჩი მე-16 საუკუნეში მიიყვანა კონდიტერი აპენინის ნახევარკუნძულიდან. ნებისმიერ შემთხვევაში დესერტი თავდაპირველად მხოლოდ ორ ცხობილას მოიცავდა, თანამედროვე სახე მხოლოდ საკონდიტროს ლადუღეს წყალობით მიიღო. ეს დესერტი მე-19 საუკუნეში მზარეულის მარი ანტუან კარემის წყალობით გაჩნდა. ეკლერი დიდი პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთის თავადაზნაურობაში და რამდენიმე წამში ელვისებური სისწრაფით იჭმებოდა. სწორედ ამიტომ დაერქვა დესერტს ეკლერი, ფრანგული სიტყვიდან, რაც ელვას ნიშნავს. მიიჩნევა, რომ მისი იდეალური სიგრძე 14 სანტიმეტრია, კრემი კი აუცილებლად მოხარშული უნდა იყოს. იტალიელები ირწმუნებიან, რომ ეს დესერტი მე-17 საუკუნეში სიენაში ცნობილი ტკბილეულის მოყვარული კოზიმო მე-3 მედიჩის ვიზიტის პატივსაცემად მომზადდა, მაგრამ რეალობა ცოტა უფრო პროზაულია. ტირამისუ პირველად 1960-1970-იან წლებში საკონდიტრო ექსპერიმენტების შედეგად მომზადდა. დესერტის დასახელება იტალიურიდან ითარგმნება როგორც გამახალისე. ბეზე ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ დესერტად ითვლება. მისი წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. პირველი ის შვეიცარიელმა კონდიტერმა გასპარინიმ მოიგონა, მეორე ვერსიით ბეზე სამშობლოდ საფრანგეთი მიიჩნევა. მაიას ტომები და აცტეკები საუკუნეების განმავლობაში ცივი სასმელის სახით, დაფქული და მოხალული კაკაოს მარცვლებისგან დამზადებულ სასმელს იყენებდნენ. ის მწარე და ძალიან სასარგებლო იყო. კოლონიალისტებმა სასმელი ევროპაში შეიტანეს და რა თქმა უნდა დაატკბეს. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიელმა კონდარ ვან გუტენმა კაკაოს კარაქის მიღების ტექნოლოგია დააპატენტა, რაც აუცილებელი იყო შოკოლადის ფილის მისაღებად. ამავე საუკუნის ბოლოს კი საბოლოო დანამატისთვის მშრალი რძეც გამოიგონეს, ასე დაიწყო ძიანი შოკოლადის წარმოება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მოდური დესერტი ცოტა ხნის წინ შეიქმნა ცდებით, ჩიზკეიკის სამშობლოდ შეიძლება მივიჩნიოთ ძველი საბერძნეთი, სადაც პირველად ახსენეს ხაჭოს ნამცხვარი. მაშინდელ დროს, როგორც ექიმი აედ ჯიმიუსი წერდა, მისი კალორიულობიდან გამომდინარე დესერტს ხშირად მიირთმევდნენ სპორტსმენები. ძველი საბერძნეთიდან ჩიზკეიკი მემკვიდრეობით რომს დარჩა, სადაც მისი ნამდვილი თაყვანისმცემელი გახლდათ იულიუს კეისარი. სწორედ ასე მოხდა დესერტი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი ამერიკაში. დესერტმა მსოფლიო დიდება ამერიკის შეერთებული შტატების წყალობით მოიპოვა.